დღეს მინდა გესაუბროთ ნიკო კუხალეიშვილზე, მხატვარზე, რომლის შემოქმედებაც თბილისის ერთგვარი ვიზუალური მატიანია. უბრალოდ შეხედეთ ამ ძველ კარებს, ფანჯრებსა და ეზოებს. აღიარეთ, რამდენჯერ ჩაგიuliათ მათ გვერდით, მაგრამ ყურადღება არ მიგიქცევიათ. ნიკოსთვის კი ეს ყველაფერი განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. ის მათ უბრალოდ არქიტექტურულ დეტალებად არ ხატავს. გაცრეცილ კედლებში, დაჟანგებულ გისოსებსა და მცენარეებით დაფარულ შესასვლელებში, მხატვარი დროის ფენებსა და ადამიანების უხილავ კვალს ხედავს. დააკვირდით, რამდენად ხელშესახებია ხის, ქვისა და დაძველებული კედლის ფაქტურა, რაც შემთხვევითი არ არის, რადგან ნიკო ფერწერაზე სრულად კონცენტრირებამდე ჯერ ბარელიეფებსა და სკულპტურულ კომპოზიციებს ქმნიდა. ნიკოსთვის საინტერესოა გადმოსცეს ქალაქის ცოცხალი მოძრაობა. ეს მხატვრისთვის არის ერთგვარი შეხვედრა იმ მოულოდნელობასთან, რომლის წინასწარ წარმოდგენა ან ხელოვნურად შექმნა შეუძლებელია. სხვათა შორის ნატურიდან ასეთი განათების, ცოცხალი მცენარეების ცვალებადი ფერის და განწყობის გადმოცემა საკმაოდ რთულია და მხატვრისგან მოითხოვს ფერისა და ფაქტურის უნიკალურ ზუსტ აღქმას და შემდეგ უკვე ოსტატობას გადმოსაცემად. მისი სურათები ნებისმიერი ხელოვნების მოყვარულის კოლექციას დაამშვენებდა და ზუსტად ეს შანსი გაქვთ 16 ივლისს, რადგან თბილისში ტარდება აუქციონი, რომელშიც ნიკოც იღებს მონაწილეობას თავისი რამოდენიმე გამორჩეული სურათით. ხოლო უშუალოდ აუქციონის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ ჩემს ბლოგზე, ასე რომ გელოდებით.